სასოწარკვეთაში არიან ჩავარდნილი ნაც ჯალათები, ნაც ტელევიზიები და უკვე მარცხდებიან და აქედან გამომდინარე აი ყოველგვარ პროვოკაციაზე მიდიან. ეხლა მთავარი არხი დაიხურა ეს ბოროტების და შხამის გადმოთხევის ერთ-ერთი მედია საშუალება, იგივე დღეში არის ფორმულა, ძალიან მალე ესეც დაიხურება და TV პირველი, რომელიც არის მთავარი აი ესეთი ბოროტების სიმბიოზი. აი ყველაზე დიდი ბოროტება სწორედ აი ამ ტელევიზიიდან მოდის და ესე იგი ჟურნალისტი დააკავეს რამდენიმე დღის წინ გუშინაც საუბრობდით ალბათ თქვენ გახსოვთ მეგობრებო რომ აი ოპერატორი პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილა და დააკავეს და გაიტაცეს ეს პოლიცია და ერთ-ერთი ამათი ჟურნალისტი აი ეს რო სადმე გააკეთო ამერიკაში გაგაციმბირები ჟურნალისტი გამოეკიდა პოლიციის თანამშრომლებს ვიღაცა ვიკა ბურატინენკო თუ ვიღაცა არის იქ ბურატინო თუ ვიღაცა ყავთ ერთი ჟურნალისტი ქალბატონი და აი ეხა განახებთ თქვენ სიუჟეტს და მიხვდებით რა დღეში არიან ეს ადამიანები აი როგორ სასოწარკვეთაში რომ პოლიციას ისე ებლატავებიან და ისე ურჩევენ საქმეს თითქოს რაღაცა ძველი ბიჭები იყვნენ აი განახებთ ნოლოცდაორი რომელიც რა თქმა აი ნახეთ ცდილობ რა გააჩერეთ ნახე ხალხო სუსის მანქანას მივსდებ რა გააჩერეს აი ლაივში ვართ. სად არის გატაცებული ოპერატორი? თქვენი მანქანა, ეხლა გეხვეწებით, ყველამ ვიცით გასაგებია, რომ ასე გზვერავდით. პატრულს რო ვეძახდით, პატრული არ რეაგირებს, ადამიანი გაიტაცეს სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულებმა, გაიტაცეს TV პირველის ოპერატორი, რომლის შესახებ თქვენ ძალიან კარგად იცით. იმიტომ რომ აი ეს მანქანა ამ ნომრით გვითვალთვალებს უკვე ბოლო 1 საათია. აი, გადაღებული. ამ რაიონში მუშაობ და შემიძლია ამ რაიონში ვიმოძრავ. მე რო გეძახით და შველას რო მედახი, ქალბატონო. პოლიცია არა ხა? კი, პოლიციელი ვარ და რომ მივხვდი რომ ფარებს ვინტებდით გავაჩერე. რამდენი ხანია ფარებს გინთებს და გიკნევთ ხელებს უკაცრავენ თქვენ ამ რაიონში მუშაობთ კი არა გვითვალთვალებთ ჩვეულებრივად ვინახართ ვის ვესაუბრე ლაშა ვარ თავაძე ბატონო ლაშა თაცმინდა წანის ო ძალიან კარგი დამეხმარებით მე თქვით ოპერატორი სად გაიტაცეს ოპერატორი ერთი პოლიციამ ჩაატარა შესაბამისი ჩვენთან რატო არ მოვიდა პოლიცია ჩაეყენებინეთ საქმეს რა თქმა უნდა პატრულს რო უძახე 112-ში რო ვრეკავ არ უნდა მოვიდეს პატრული 5 ჯერ დავრეკე პირდაპირ ეთერში დავრეკე პატრულთან რეკავს პატრულთან არ რეკავს 112-ზე რომელსაც შესაბამისად 112 ახარისხებს საპატრულო პოლიციის პრევენტივი რატომ არ მოვიდა საპატრულო პოლიცია თქვენ ვინ ხართ აგიხსენით ვინ ხართ კიდევ ერთხელ არა კიდევ რაღაც ზეპირად ვერ გასწავლით მე წარგიდეკით ვინა ვარ გუგნებოდოთ გაიგეთ კი ბატონო მაინტერესებს სად არის პოლიცია არ ვიცი ქალბატონო აბა წეხლა რა თქვით მოკვლევა ჩატარდაო კრიმინალურმა პოლიციამ პიროვნება დააკავდა მე არ ვიცი მეთქი კრიმინალურმა პოლიციამ ჩაატარა მოკვლევა არ მითქვია საერთოდ ქალბატონო აბა რა შესაბამისი ღონისძიება რას რო გაიტაცეს სამოქალაქო ფორმაში ადამიანს უწოდეთ შეიძლება იყოს დაკავება და რატო დააკავეს არ ვიცი მეთქი ჩემ დანაყოფს ჩემ დამი დაქვემდებარებს და სადაც მე შევდივარ არ დაუკავებია და ვერ მოგაკეთე გამოსთან დაკავშირებით ინფორმაციას შეგიძლიათ მიმართოთ შესაბამის ორგანოებს რომელ შესაბამის ორგანოებს 112-ში ვრეკავ და არ მოდის პოლიცია არ არის ის ორგანო რომ მოგაწოდოთ ინფორმაცია სათხარ დაკავებული ძალიან გთხოვთ 112-ში რო რეკავს მოქალაქე არ უნდა მოვიდეს პატრული მაგას მეუბნებით ეგეთ ქვეყანაში ვცხოვრობ ადამიანი მივდივართ და ეხლა გამოძახებაზე მივდივართ მე 5 ჯერ
დავრეტე და 1 საათი არც მკითხეს, იქნებ სასწრაფო მინდა, იქნებ რაღაც მემუქრება. ანუ ოპერატორმა, ანუ მოგწონთ ეგეთი ქვეყანა თქვენ? ივანიშვილს რო ემსახურებით. დაბოგმილი კი არა, აი თქვენ. დემაგოგია. ბოღმის პლაკატის გამო ახალგაზრდა ბიჭი რო დაიჭირეთ, რა ბოღმაზე მელაპარაკეთ, არ გცხვენიათ მართლა? სამარცხვინოა ეს ყველაფერი, მართლა არ გცხვენიათ? სად არის ჩვენი ოპერატორი? ანუ ეხლა იცი რა მაინტერესებს? წეხან აი ამ ნომრით გადაგიდგათ ჩვეულებრივად ნანუკა და მე გიქნევდით ხელს და არც გაგვიჩერეთ, არც დაგვდეთ პატივი რომ გაგეჩერებინათ. აი გადაღებული მაქვს თქვენი ნომერი. თქვენ იმასაც მეკითხებთ რომ არ დაგირეკავთ 112-იო, წეხან მეუბნებოდით რომ არ დაგირეკავთო. თქვენ რა იცით დავრეკავთ? ჩემამდე არ მოსულა მეთქი, ქალბატონო, ჩემამდე არ მოსულა. ისა 112-ში რო რეკავენ ადამიანები, უნდა მოვიდეს პოლიცია, პატრული. არ არის ყველა გამოძახებაზე პოლიციის მისია. ადამიანები 112 ახარისხებს შესაბამისად ანუ საპატრულო გატაცებული, როცა მეუბნები რომ ადამიანი არის გატაცებული, არ უნდა მოვიდეს. გადაცემდა კრიმინალურ და პოლიციას. არ უნდა მოვიდეს პოლიცია დაუყოვნებლი? ეხლა მე რომ გამიტაცან არ უნდა მოვიდეს პოლიცია? 1 საათია უკვე, 1 საათია უკვე. შემიძლია გავაგზავნო შევასრულო ჩემს სამსახურს. აი ეს მანქანის რა სამსახურეობრივ მოვალეობა, 5 კაცი გეხვაწებოდით წეხან და არც გაგვიჩერე მანქანა. კი და ბოლოს აი ეს გამოგეკიდეთ. თქვენ ქალბატონს ნულაპარაკობთ, სადაც ქალის პატივისცემა თქვენ არით და კაცის 70 წლის პრეზიდენტს 70 წლის ჩემი ოჯახი რას ნიშნავს? ჩემი ოჯახი რას 70 წლის პრეზიდენტს ყვერცხებით რა ხვდებით? ეგეთი ხალხი ხართ თქვენ. მოგეწონათ ხო? სარკეში შენ ჩაიხედე რას გავხარ? ეხლა ამერიკაში ან ევროპაში რომ აი ესე გამოეკიდოს ვიღაცა პოლიციელს ფარები აუნდოს, გააჩეროს, გალანძღოს, რას გევხარ, ეხლა რაშვაში იყო ეხლა ეს ზურაბიშვილის რო კვერცხები ესრულეს ეს კაცი, მე სუს გამოვეკიდეო აღმოჩნდა პატრულის პოლიციის თანამშრომელი, ეს ვიკა ბუკია, ეს TV პირველი ჟურნალისტი, ეს ქალბატონი. არ ვიცი, აი ესეთი რაღაც დამოკიდებულება რო აქვთ. მე ჯერ გატაცებას ეძახიან დაკავებას. მე რა გონიათ რომ ხელშეუხებლები არიან ჟურნალისტები თუ რა ვერ ხვდებით. ჩაიდინე დანაშაული პასუხი აგი ხო? რა უბედურება ეს კაცი, იცი, ძველი ბიჭები, აი 90-იანი წლები მახსენდება.